გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ სამი სტუმარი ყავს, პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ, უფლებადამცველთა გაერთიანებიდან ნიკა ბჟავანაძე, მეორე ნაწილში პირველი ბლოკის საბადოის სოციალისტი გვეყოლება პოლიტოლოგი და მეორე ბლოკში გვეყოლება ბატონი ზურაბ ტყემალაძე. მე არის ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისათვის ის ესე ვთქვათ შემაჯამებელი დოკუმენტი, რაც უფლებადამცველთა გაერთიანებამ გიგი უგლავას, დავით კეზერაშვილისა და TBC ბანკის მიერ აზურ ქოქოლაძისათვის ელექტრონიკის წარსების თაობაზე ანალიზი დაძეს და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა თავად ეს ისტორია ძალიან ბევრი რამ ბოლოსეთაა მოცული და მე პირადად ეს დოკუმენტს რომ გავეცვალე აშკარად შტაბ-ჭრება დამჩა რომ ხელისუფლება ინტენსიურად ებრძოდა და განსაკუთრებით დედაქალაქის მამები აი ამ ელექტრონიკას და ხა ეს ყველასთვის ცნობილია რისთვისაც გამოუცხადეს ამ ადამიანს ბრძოლა მე ესე ვიცი ნიკა რომ ოპოზიციას როგორც კი დაეხმარა აზორ ქოქოლაძე აუტეხეს ერთი ამბავი და ფაქტიურად დაუნგრიეს ბიზნესი. მე არ ვიცი ახლა ნამდვილად ის დიდი ბროშურა არ წამიგითხია, მაგრამ მეც ბევრი რამ სმენია რომ აი აშკარად